თავი 29. Აი რა უნდა გააკეთოთ მათი კურთხევისათვის, რომ მღვდლობა გამიწიონ. აიყვანე ერთი კურატი და 2 ჯანსაღი ჭედილა. აიღე უფუარი პურები, ზეთში მოზელილი უფუარი ნამცხრები და ზეთნაცხები უფუარი კვერები. ხორბლის გამტკიცული ფქვილისგან იყოს გამომცხვარი. ჩააწყო ერთ კალათაში და მოიტანე კალათით. კურატი და 2 ჭედილაც მოიყვანე. მიიყვანე აარონი და მისი შვილები სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და წყლით განბანე. აიღე შესამოსელი და შემოსი აარონი კვართით, ეფოდის მოსასხამით, ეფოდით და სამკერდულით. წელზე ეფოდის სარტყელი შემოარტყი. თავსაბურველი დაახურე თავზე და სიწმინდის ჯიღა მიუმაგრე თავსაბურველზე. აიღე მირონი თავზე დაასხი და სცხე. მისი შვილებიც მოიყვანე და ისინი შემოსე კვართით. სარტყელი შემოარტყი მათ, აარონს და მის შვილებს. ჩაჩები შემოაგრაგნე და მათ იქნება მღვდლობა სამარადისო წესით. აუსე ხელი აარონს და მის შვილებს. მიიყვანე კურატი სადღესასწაულო კარვის წინ და თავზე დაადონ ხელები კურატს აარონმა და მისმა შვილებმა. დაკალი კურატი უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. აიღე კურატის სისხლი და სცხე თითებით სამსხვერპლოს რქევს, ხოლო დანარჩენი სისხლის სამსხვერპლოს ძირს დაღვარე. ართვი მთელი ქონი, შიგნეულს რომ აკრავს, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი მათი ქონით ურთდა სამსხვერპლოზე დაწვის საკმევად. კურატის ხორცი, მისი ტყავი და განავალი ცეცხლში დაწვი ბანაკის გარეთ, რადგან ცოდვის მსხვერპლია ეს. მოიყვანე ერთი ჭედილა და თავზე დაადონ ხელები აარონმა და მისმა შვილებმა. დაკალი ჭედილა, აიღე მისი სისხლი და ირგვლივ მოასხურე სამსხვერპლოს. ნაწილებად დასჭერი ჭედილა, გარეცხე შიგნეული და კიდურები და დააწყო ისინი ამ ნაწილებზე და თავზე. დაწვის საკმევად მთელი ჭედილა სამსხვერპლოზე, რადგან ეს აღსავლენი მსხვერპლია უფლისათვის, ამოც საყნოსელი. საცეცხლო მსხვერპლია ეს უფლისთვის. მოიყვანე მეორე ჭედილა და თავზე დაადონ ხელი ჭედილას აარონმა და მისმა შვილებმა. დაკალი ჭედილა, აიღე მისი სისხლი და სცხე აარონს ყურის ბიბილოზე, მის შვილებს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე და ირგვლივ მოასხურე სისხლის სამსხვერპლოს. აიღე სამსხვერპლოზე დაღვრილი სისხლი და მირონი და ასხურე აარონს, მის შესამოსელს, მის შვილებს და მათ შესამოსელს. გაინათლება იგი და მისი შესამოსელი და მასთან ერთად მისი შვილები და მათი შესამოსელი. ართვი ჭედილას ქონი, დუმა და ქონი შიგნეულს რომ აკრავს, ღვიძლის ბადე ქონი, ორივე თირკმელი ქონიანად, მარჯვენა ბეჭი, რადგან ეს არის ხელავსების ჭედილა. ერთი პურის კოკორი, ერთი ზეთიანი ნამცხვარი, ერთი კვერი ხმიადებიანი კალათიდან, უფლის წინაშე რომ დგას. დაუწყო ეს ყველაფერი ხელზე აარონს და მის შვილებს და შეარხიე უფლის წინაშე. ხელიდან გამოართვი ეს ყველაფერი და აკმიე სამსხვერპლოზე აღსავლენ მსხვერპლად, კეთილსურნელებად უფლის წინაშე. საცეცხლო მსხვერპლია ეს უფლისათვის. აიღე ხელდასხმის ჭედილას მკერდი აარონისთვის რომ არის განკუთვნილი და შეარხიე იგი უფლის წინაშე. ეს იქნება შენი წილი. განათლე შესარხეველი მკერდი და აღსამართავი ბეჭი, რომლებიც შეირხა და აღიმართა ხელავსების ჭედილასაგან, აარონისა და მისი შვილებისათვის რომ არის განკუთვნილი. ეს იყოს აარონისთვის და მისი შვილებისთვის სამარადისო წესი ისრაელიანთაგან, რადგან აღმართვა ეს და აღსამართავი უნდა იყოს ისრაელიანთაგან. სამადლობელო მსხვერპლიდან უნდა აღიმართოს იგი უფლისათვის. წმიდა შესამოსელი აარონს რომ ეკუთვნის, მის შემდეგ მისი შვილებისა იქნება, რომ ამ შესამოსელში სხონმა და აუსონ ხელი. 7 დღეს უნდა ემოცოს ეს შესამოსელი მის შვილს, ვინც მის ნაცვლად იქნება მღვდლად და მოვა სადღესასწაულო კარავთან, რომ სამსახური გასწიოს საწმიდარში. აიყვანე ხელავსების ჭედილა და წმიდა ადგილზე მოხარშე მისი ხორცი. სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან შეჭამონ აარონმა და მისმა შვილებმა ჭედილას ხორცი და პური, რომელიც კალათშია. შეჭამონ ეს, რომლითაც მიღებული აქვთ მიტევება ხელავსებისთვის და კურთხევისთვის. გარეშე კაცმა არ უნდა შეჭამოს, რადგან წმიდაა იგი. თუ დილისთვის დარჩა ხელავსების ხორცი და პური, ცეცხლში დაწვი მონარჩენი. არ იჭმევა, რადგან წმიდაა იგი.
ყველაფერი ისე გაუკეთე აარონსა და მის შვილებს, როგორც მე გიბრძანე. 7 დღეში აუვსე მათ ხელი. ცოდვის კურატი შესწირე ყოველდღიურად მისატევებელ მსხვერპლთან ერთად. ცოდვებს ჩამორეცხავ სამსხვერპლოდან, როცა მიტევებას მიიღებ მასზე და ზეთს ცხებ, რომ განათლო იგი. ცოდვის კურატი შესწირე ყოველდღიურად მიტევების მსხვერპლთან ერთად და ცოდვას მოაშორებ სამსხვერპლოს, როცა მიტევებას იქ მასზე ზეთს ცხებ და წმიდა ყოფ მას. 7 დღეს ქმენ მიტევება სამსხვერპლოზე და გაწმიდე იგი და წმიდათა წმიდა გახდება სამსხვერპლო. რაც კი მიეკარება სამსხვერპლოს, წმიდა გახდება ყველაფერი. აი რა უნდა გქონდეს გამზადებული სამსხვერპლოსთვის. 2 ერთწლიანი ბატკანი ყოველდღიურად, მუდმივად. 1 ბატკანი დილისთვის გაამზადე, მეორე ბატკანი საღამოსთვის. ჰინის ნაოთხალ გამოხდილ ზეთში აზელილი, ეფის მიათედი გამტკიცული ფქვილი და ჰინის ნაოთხალი ღვინო საყვრელად 1 ბატკნისთვის. მეორე ბატკანი საღამოსთვის გაამზადე. როგორც დილის ბატკანი, ესეც ფქვილთან და საყვრელთან ერთად, ამოდ საყნოსელად საცეცხლო მსხვერპლად შესწირე უფალს. მუდმივ აღსავლე მსხვერპლად თაობიდან თაობაში, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, სადაც გამოგეცხადებით ხოლმე, რომ შენ გელაპარაკო. აქ გამოვეცხადები ისრაელიანებს და განიწმიდება ჩემი დიდებით ეს ადგილი. წმიდა ვყოფ სადღესასწაულო კარავს და სამსხვერპლოს. წმიდა ვყოფ აარონს და მის შვილებს, რომ მღვდლობა გამიწიონ. დავივანებ ისრაელიანთა შორის და ღმერთი ვიქნები მათთვის. შეიგნებენ, რომ მე ვარ უფალი მათი ღმერთი, რომელმაც გამოვიყვანე ისინი ეგვიპტელთა ქვეყნიდან, რომ მათ შორის დავივანო. მე ვარ უფალი მათი ღმერთი.